მოგესალმებით მეგობრებო, დღეს დაიგეგმა ისეთი ღონისძიება ევროპული მდევრების შეკრება. მოხდება როგორც ბუნებაში გაშვება, ასევე უბრალოდ დათვალიერება, ეს არ არის არანაირი საველე ან ექსტერიერული შეფასება, უბრალოდ სამოყვარულო დონეზე ჩვენთან მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ნახოთ რა გამოვა, ბიჭებიც აქ არიან. რამოდენიმე ძაღლი ყავს, ბევრი ვერ ვართ დღეს შეკრებილები, მაგრამ ნახოთ აბა რა შედეგი იქნება რა. იმედია რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი ხალისაც აქ ყავს, სავარაუდოდ გავუშვებთ კიდევაც ხალისას, საველეთ ვასაც ნახოთ მისას. ნახოთ აბა კადრში გამოჩნდება ყველაფერი. წესები იქნება მარტივად 40 წუთი იქნება ძაღლს სამუშაოდ ფლის საპონელად, ან ნადირის საპონელად. ამ 40 წუთში თუ კვალში ჩაყიფავს თქვას პირველ, მეორე, მესამე არ აქვს მნიშვნელობა რომ წუთზე, იქიდან 20 წუთის თავზე თუ ნადირი არ ეყოლება აყენებული, უნდა დაუძახოთ და მოუხმოთ, სხვას დაუთმოთ რიგი რა. პოლონიდან კიდე 45 წუთი დამატებით ეძლევა ძაღლს ამ ნადირზე სამუშაოდ რა. ეხლა აქ არანაირი ოფიციალური შეჯიბრი და რაღაცა ფულები და მისი ზუსტები რამე არ იწერება. პროსტა ესე მეგობრებო, სამოყვარულო დონეზე. ძაღლებს ანახავთ, იმედია მომავალში კიდე უფრო მეტი ხალხი იქნება და უფრო მეტი ოფიციალური სახეც მიეღება. კი ბატონო. მამა წარმატებები ბიჭებო ყველა. ეს დამაფიქსირე მე ვიცი რასაც ვიტყვი. ეხა კენჭისყრა. რავი რა მნიშვნელობა გამოიღეთ რა ვის რომ წავიდა კენჭისყრა ვინ როდის გავუშვით. სამოვიდეთ ბიჭებო. რას დარჩება? მე აღარა მაქვს. ო, კაი. პირველი. გამიგდია რა. შენიე. კარგია. ვირომე შენ მესამე. ო, კაი. ეხა გავუშვოთ წავა. ხარძო. შემოხედე იმენა საჯის ვიცი ხარ ბრატ. იმენა. ციგნა კი არა მაქვს ერთადერთი და ის რა ქვია. This is a special coach from Serbia and today this guy will გადავწყვიტეთ რომ დაძმა ერთად გავუშვათ ხალისა და ხალი გიორგი ყარმაზანაშვილის სულს. მე მგონი კლებიც აქვთ უკვე და გავუშვებთ რა. წროანი 0.42 ნახოთ აბა. გადავიდნენ. იქით ბიჭებიც არიან რომ იქნება ნადირი დაინახონ ჩვენს. რამოდენიმე კაცი აქეთ ვართ განაწილებული. ნახოთ რა იქნება ეტაპობრივად შემოგთავაზოთ ხოლმე პატარ-პატარა ვიდეოებში. მე რო სავილი დაგიძახათ ეს ხარისხზე მუშაობა იქნებოდა 1-10 წუთის გაგრძელებით. რატო არ გაყავთ მე ვერ იგებ. რა თქმა უნდა. ინაცულში გინავს. დალისა მეტი ხალისა და დალისა და ხალი. ხალისა და დალი მუშაობენ. დიდი ალბათობით კურდელზე, მაგრამ არ ვიცით ობიექტი არ დაგვინახია, უბრალოდ ბაჩო, შენ უფრო იცი ეს ადგილები შენი აზრით? კურდელია ზვანჩი. ასე მუშაობა მინდა. აუცილებლად. ზვანჩინდათ წაგიყვანს. იქით ბიჭები დგანან და იმედია დაინახავენ ობიექტს. აქ მოვა იგან უგეშინე კითი არის. ის გადადი. ის გადადი.
მე გადავიღებ, აქ შენ გადაიღებ. მოკლედ 5 წუთი და ახლოვებით 25 წუთია მიდის მუშაობა დევნა საკარგოს ისე საყოფილა ხევში არიან ნიჭია და GPS-ზე ვეკავთ questions ყება ხა თითქმის არის მესაკუთრე ძალიან შორიდან ხალისას ხმა ეზოსაღლები მივარდნენ, დაუძახო. გვინდოდა რომ დევნიდან ჩაგვიხსნა. დევნაში სოფლის საღლემა დაიჭირეს, მაგრამ ვერ ჩახსენით განიახლეს ვერ. კვალი დაუძა ერთ-ერთ თასო. მიდის ისევე ხა. დევნა. ამინდიარი იდეალური. უკეთეს ვერ ინატრებ რა. სუსველი არის რა. აი დევნაც მიდის შესაბამისად რა. ნახოთ კადრში თუ დავაფიქსირეთ ვაფშე მაგარი იქნება რა. რა დევნა მიდის ხევიდან. ახლა სადარია GPS-ის პილოს. ალენი ხალხს
იქით წავიდა. მეგონა რომ აქეთ წამოვიდოდ. აი თუ ჩანს 27 კმ/სთ სიჩქარით მიყვება. სადღაც 3 საათიანი დევნა გამოვიდა. Bravo. გადავიდე. ყურდღენი. ხანი მუშაობა. რაო ჩემი მაგარი ბიჭი. რაო ხალის, რაო. მოკლედ იმავონტყოფობის მერე მალევე დაბრუნდა რა. ერთ ცოტა ხორცი ისევ შესაძლებელი აქვს, რა. იმასთან შედარებით რაც მაშინ იყო. შედარება სულ რაღაც თვენახევრის წინ ისე ცუდად იყო, რომ სიკვდილს ებრძოდა. მოკლედ ამ ორი ძაღლისთვის, დაძმისთვის კარგი დღე იყო ამ ორი ძაღლისთვის და დანარჩენებისთვისაც კაი დღე უნდა გამოვიდეს. მოკლედ მეგობრებო, აი ნახევარია. ესე იგი 42 წუთზე დაიწყეს მუშაობა ძაღლებმა რა. ამ დროის განმავლობაში ალბათ დაახლოებით 7-8 წუთი იყო. ჩაკარგვასაც ვერ დავარქვი, აი ძაღლები რო დაესივნენ, მაგ მომენტში იყო წყვეტა. ეხა პირდაპირ დევნიდან დაიჭირეს ძაღლები, იმიტომ რომ სხვა ძაღლების გაშვებაც გვინდა, ესენიც ორი მაგიტო გავუშვით, რომ მინდა რომ მოვასწროთ ამინდი არივას აპირებს და მაგიტო რა. პირდაპირ დევნიდან დავიჭირეთ, ამ ხნის მანძილზე კურდღელი დაფიქსირებულია, გადაიღეს ბიჭებმა, მე ვერ გადავიღე სამწუხაროდ. ამ ხნის მანძილზე დაახლოებით
7-8 წუთიანი ჩაკარგვა იყო, ჩაკარგვაც ხმა. თქვენ თვითონაც გაიგეთ ვიდეოს თიშავდნენ რომ ძაღლები დაერივნენ შუადევნაში სოფლის ძაღლები და აგიტო მოხდა ეს. ნახოთ ეხლა ეს ორი ძაღლი უკვე ნახეთ მუშაობაში, ეხლა დანარჩენებს შევხედავთ, იმედია ესეც სასიამოვნო დღე იქნება ყველა ძაღლისთვის რა. ფინური მდევარი პლუტო. ფლობელი ჩვენი ძმა და მეგობარი ლონგი. აბა წარმატებები ლონგი. ზუსტად 8 საათია ხდება პლუტოს გაშვება, ნახოთ აბა რამდენ ხანში იპოვის და რა იქნება. პლუტომაც დაიწყო მუშაობა. ჩავდიოდ ჩვენ რა მეორე პარტია უნდა მესამე თუ მეოთხე პარტია უნდა აგვიხსნა ოფიციალურად და მაგ მომენტში იპოვა. გაიხტუნა. წახვა გადავა იქით. იდი იქნება დაინახოთ. ხაჭო ცოტა ქვემოთ ჩადი, წეღან იქ გადაჭრა.
აბა ლეკვები არიან როგორც ეთყობათ, ხო? ისტრიული არის და სეგუჯიო მარემანო. რა ასაკისები არიან? ეს არის წლის და 5 თვის და ეს არის 5 თვის. 5 თვის. სუპირული ნაბიჯებია. ხორვატიული ჯიში ორივე FCI ბატონო, FCI საგვარეულო ნუსხა. თავა წარმატებები. ია. ახლა 46 წუთი სადღაც 9 საათზე მოვუწევთ. გაშვება ახლა ონლაინ ზემოთ, ნახოთ რა ისაა. ისტრიული ლეკვი არის 5 თვისაა ფაქტიურად. უბრალოდ გაყვება ძახს რა. ნახოთ, წარმატებები. ესეთი უცნაური რაღაც დაგვიგარდა. გვიქონდა რომ პლუტო უკვე დაჭერილი იყო. საკაუშ თესაღლები და თორემ პლუტო არ ყოფილა დაჭერილი. ასე მოგვეყენა აქ. პლუტო აქეთ ხარეს დასდევს. აქეთ ზემოთ ხარეს. ისაღლები მუშაობენ. ყულებს. ესა თქმა უნდა ხა არაოფიციალური სახე აქ დღევანდელ ღონისძიებას და ამიტომ ესეთ რაღაცებს ჩვეულებრივად ვატარებთ თორე ოფიციალური სავალერო იყოს ესეთ რაღაც არ მოხდებოდა. უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ლიცენზიები ჯერ რომ ოფიციალური სახე მივცეთ. ეხლა გადავიღოთ პლუტოს თემნა. იმედი ამოიყვანს აქეთ რომ კადრშიც დავაფიქსიროთ ობიექტი რა. არემანომაც იპოვა. უძღელი წამოაგდო. უბრალოდ ცხოველი იპოვა დასდევს არ ვიცით არ დაგვინახია. დიდი ალბათობით უძღელი უნდა იყოს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით. დაურეკეთ GPS-ის საშუალებით. ესმოდა დევნაც სამწუხაროდ ცოტა შორსაა და ხმა არ გვესმის რა. თუ მოხდით ახლოში, კადრებსაც გადავიღებ. დავაპატარავა. ნახოთ მარემანოს მოძრაობის არეალი და კიდე დასდევს. ერთი ცუდი ისაა რომ თავიდან რაც გადავიღე, მერე ვეღარ გადავიღე. იქით გადავიდა და ვეღარ გადავიღე. წავიდა ტყეში და წავიდა. ლადო ხაჩიძის ესტონური მდევრები ორივე მდევარს აქვს FCI საგვარეულო ნუსხა, იგორა და ქარიშხალა, ხო ლადო? კი. აბა წარმატებები იგორას და ქარიშხალას. იმედია კაი დევნები იქნება, ნახოთ კაი დევნებს. ნახოთ რა. დრო საკმაოდ დაგვიანებულად უშვებთ 12-ის ნახევარია, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს რა. 11 თვის არის. ხვადი წლის დათვისა. ნუ ლეკვები არიან ფაქტიურად რა. ფორმულის გამოცდილება, ნუ ლექვს მითუმეტეს არ აქვს. ხვაცაც ისეთ მომენტში ვარა. ნახოთ. იმედი გვაქვს. კი ბატონო, წარმატებები.
დაინახე? კი. კურდღელია? არ ვიცი რა არის რაღაც. იპო ეს. არჯერ წამოვიდა. აი ხო გითხარი მარჯვენა წამოვიდა. აი პარა წყალზე არ ადგას ხო. აი მან მარჯვენა. აი არ დაიყეფე შანსი არა. არა მე ვნახებ მაგრამ. არა ნუ ყალზე თუ არ დადგა. როგორც გადაწყდება ყალს გადაწყდება. აი ეთქობა ორი თვის გამოუცებლობა. სერიოზული დინამიტი შეიძლება არის მოდის ვიდეოში, მაგრამ ეს ტონურები მაგარ დასტევენ. GPS-ის პლუს სულ კონტაქტია ძაღლის უიცსა და ეს GPS-ები ვისაც გინდათ მეგობრებო რამოდენიმე ვიდეოში ვახსენე უკვე და კიდე გავიმეორებ რომ შეეხმიანეთ გიორგი ხარძიანს და სუსტად აგიხსნით ყველაფერს როგორ უნდა შეიძინოთ რა ჯდება და ასე შემდეგ.
ძალიან საერთოდ გასულა. კლდის ზემოდან დასდევს. აი ხევში ჩავიდა. ამას ვიძახი ყოველთვის მეგობრებო, რომ დეო არის საყვირზე უნდა მიაჩიოთ. ეხა გასული იყო აი იქ. ჩამოშლილი კლდერო არის იქიდან. მოვიყვანეთ და მეორე ძაღლიც აი მოვყავს საიდან მოვყავს. 500 მეტრშია. ხო, და სად იყო? კილომეტრში იყო და უკვე 500 მეტრამდე მოვიდა საყვირის ხმაზე რა. ძალიან მაგარი რაღაც არის და დეო არის უეჭველი უნდა მიაჩიო. მე თუ მკითხავ, მე ეხა ზუსტად ესეც ვიყენებ მანქანაში მინდოს ეხა მეც რა. მაგარი რაღაცა. მოკლედ მეგობრებო, დავასრულეთ დღევანდელი შეკრება, საველე ნაწილი, ეხა გადავალთ სუფრის ნაწილზე და იქამდე 1-2 სიტყვას გეტყვით რა. დაგანახებთ ჩვენ ძაღლებს. საკმაოდ კარგი დღე იყო. თითქმის ყველა ძაღლმა იმუშავა, რომლებიც ავხსენით და მე მგონი დასამახსოვრებელი დღე იყო, ბიჭებო, დამეთანხმებით, ხო? კარგი არის, რომ ესეთი ღონისძიება მოვაწყოთ და იმედია, რომ სისტემატიურ სახეს მიიღებს რა. მოდი გიო 1-2 სიტყვა შენც გითხარი და ბიჭებო ვინმეს თუ რამე თქვა გენდომებათ ყველას გთხოვთ რომ რაც გენდომებათ ყველამ თქვით დააფიქსირეთ თქვენ. რავი ეს არაფერი ოფიციალური ისეთი შეჯიბრება ან რამე ისეთი არ ყოფილა. იყო ეს მეგობრული გაცნობიტი ხასიათი ის ერთმანეთის ძაღლების ნახვის და მსგავსი აქტივობა იყო რა რაღაცა წესებთან მიახლოებული ოფიციალურ წესებთან მიახლოებული წესებით ამუშავეთ ძაღლები, რაც თავარია თითქმის ყველა ძაღლმა იმუშავა, გააკეთეს დევნები, ობიექტიც დაფიქსირებულია მრავალგზის და რავი, იმედი მაქვს მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი მასშტაბური იქნება, უფრო მეტი ახალგაზრდა ძაღლი იქნება ჩართული ლეკვი და უფრო მეტი დასრული და იქნება შემდეგისთვის უკვე ოფიციალური სახეც მიცეთ და შეჯიბრიც ჩავატაროთ რა. იგმაში გვაქვს და მთავარია მონდომება, ფინანსები და სხვა რაღაცეები და სხვა მხრივ კი აგე ეპიდოქს მადლობა, ძალიან კაი საჩუქრები გამოგვიგზავნა ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის და რა ვიცი, მომავალი წინაა. ბიჭებო, რაც გვეტყვით? აკეთა ფლანგი, მე იქით ფლანგზე გადავალთ. ამოიგეთ ხმა. სხვადასხვა ჯიშები ტიპები ჩაწერე, ლომი ჩაწერე, გერდის ჩაწერე. რაც გვეტყვით მეგობრებო? მე მგონი კარგი დღე იყო, ხო? ყველაზე კარგი ის არის, რომ რამდენი 1, 2, 3, 4, 5 სხვადასხვა ჯიშის ევროპული წარმომავლობის ძაღლი არის აქ წარმოდგენილი. ნახეთ 5-ვე მუშაობაში და 5-ვე ჯიში და ყვაყოფილები ვართ რა. რაც უფრო მეტი ჯიში იქნება ჩემი აზრით და ბიჭების დამეთანხმებიან, რაც უფრო მეტი ჯიში იქნება, მით უფრო კარგი შედეგები გვექნება რა. კონკურენცია რაც მეტია, მით უფრო კარგია შედეგი რა. კონკურენცია და დაინტერესება და კი ბატონო, შედეგიც მეტი იქნება რა თქმა უნდა. კი. აბა წარმატებები ყველას და იმედია ესეთი ღონისძიებით კიდე დაუბრუნდებით შემაყურებელს. ჩადე რა. რა ხდება იქ? რამე ვისაც ნადირობა უყვართ. ეგდო რა. ის დღეს აღარ არის და ჩვენს გულებს, ჩვენს თვალებს, ჩვენს ზონას არადროს არ დაავიწყდება. ყველა მაგ ადამიანის მოგონება იყოს, ვისაც ტყეში თუნდაც 2-3 ნადირი გადაუბრუნს. სწორად ნადირია, სწორად მიუცია სხვისთვისაც მაგალითი სწორად აღუზრდია შვილი და რავი, მართლა რომ მე ვერ წარმომიდგენია და კაი მონადირე, კაი ადამიანი როგორ უნდა იყოს, ან კაი ადამიანი, კაი მონადირე ვერ უნდა იყოს. ახლა ერთში თუ არ ვარგი ხარ, ჩემს მეორეში სავარგია რა ის ადამიანი და
ვისაც ვინც დღემდე შემოგვინახა ის ავარგულები, ის ადგილები, ის ტერიტორიები, ვინც ნადირობა გვასწავლა, ვინც ანიბანი აგვიხსნა ნადირობის და დღემდე კიდე არ კარგავს იმ მონდომებას, რომ გვასწავლოს სწორი ნადირობა, სწორი მიმართულება ამ ძაღლების ვარჯიშია თუ სხვადასხვა აქტივობებია დღესთან დაკავშირებული, ყველა მაგ ადამიანს გამომარჯოს რა. ნათელი და გაიხარა. მოკლედეთ სონა და ნადირობა გაიხარეთ ბიჭო. ყველა სონა იყოს და არ დავიწყო.